მოგესალმებით. თქვენ უყურებთ სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტს სახელწოდებით როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ნეიტრალიტეტზე, ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე საერთაშორისო ურთიერთობებში, მის ისტორიულ ასპექტებზე და რა თქმა უნდა ვისაუბრებთ თუ რამდენად რეალურია საქართველოს პირობებში ნეიტრალიტეტის თემა. ამ მიმართულებით ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. დღეს ჩვენი სტუმარია ჯერ საქართველოს ინიციატივის თანადამფუძნებელი, GeoCases მკვლევარი და ყოფილი დიპლომატი ნიკოლოზ ხატიაშვილი. ვიდრე გადავიდოდეთ ძალიან საინტერესო ეპიზოდზე, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, იაქტიუროთ კომენტარებში და გამოიწეროთ ჩვენი, ანუ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის YouTube-ის გვერდი. თითოეული თქვენი ინტერაქცია გვეხმარება ხმა მივაწვდინოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ამიტომ გთხოვთ კიდევ ერთხელ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები და იაქტიუროთ კომენტარებში. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. დიდი მადლობა ნიკა სტუმრობისთვის. როგორც თქვი, ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ეს თემა არის ნეიტრალიტეტი და ნეიტრალიტეტი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თუმცა ძალიან დიდი ხანი არის, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში მუსირებს. იყო უკვე რამდენიმე პოლიტიკური პარტია წარსულში, რომელიც ნეიტრალიტეტის იდეას ასე ვთქვათ, ქადაგებდა, ხო, წინ წამოწევდა და ეხლაც ბოლო პერიოდში კიდე დავინახეთ გააქტიურება ამ მიმართულებით. დღეს ვისაუბრებთ ძირითადად, მინდა რომ დავფაროთ რა არის ნეიტრალიტეტი, ჩვენს მაყურებელს რო აუხსნათ და რატომ არის ეს თემა სახიფათო და რატომ აღიქვავენ ექსპერტები ამ თემას სახიფათოდ და მოდი დავიწყოთ, ასე ვთქვათ, შესავალიდან, თავიდან როგორც სიტყვა. რას ნიშნავს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანა არის ნეიტრალური საერთაშორისო ურთიერთობებში? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და ნამდვილად არ შემიძლია არ დაგეთანხმო, რომ ეს თემა ძალიან აქტუალური გახდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ასეთი პროცესები მიმდინარეობს, ასეთი საინფორმაციო ფონი არის და ასე ვთქვათ, კონტექსტიც, ასე ვთქვათ, განსხვავებულია. თქვენ ახსენეთ, ხა წინა წლებშიო არაერთხელ ყოფილაო ასეთი საკითხის წამოწევის ცდილობაო და ნამდვილად იყო, მაგრამ მაშინ დრო და კონტექსტი გაცილებით უფრო განსხვავებული იყო, ვიდრე თქვათ ეს დღეს არის. შესაბამისად, ხო არ შესაძლოა რაღაც გარკვეულ საფრთხეებთან, სცენარებთან კონდეს საქმე და შესაბამისად, რაც მეტი ადამიანი გაიგებს და ჩაწვდება რეალურად ნეიტრალიტეტის არის, მით უფრო უკეთესი იქნება და მეც დღეს შევეცდები მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, მარტივად გადმოვცე ნეიტრალიტეტის შესახებ. ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებზე ნეიტრალიტეტზე საუბრისას ნეიტრალიტეტს რა თქმა უნდა თავისი ისტორიული ფესვები აქვს. ნეიტრალიტეტმაც განიცადა, ასე ვთქვათ, საუკუნეების განმავლობაში ევოლუცია და დღევანდელი ფორმით, ასე ვთქვათ, არსებობს ჩვენს წინაშე. რაც შეეხება კლასიკური ნეიტრალიტეტის გაგებას, კლასიკური ნეიტრალიტეტის გაგება ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნები ნეიტრალიტეტის გამოცხადების პირობებში უარს აცხადებენ ყველანაირ სამხედრო მოქმედებებზე, საერთაშორისო კონფლიქტებში ჩართვაზე, ან თქვათ ორი სახელმწიფოს შორის თუ მიმდინარეობს ომი, უარს აცხადებენ რომელიმე სახელმწიფოს მხარდაჭერაზე ან რომელიმე ქვეყნის გვერდით დგომაზე. ასევე ნეიტრალიტეტი მოიცავს იმას, რომ ისინი ნეიტრალური სახელმწიფო არ ეხმარება სამხედრო გზით, ასე ვთქვათ, რომელიმე კონფლიქტში ჩართულ მხარეს, ასევე არ აძლევს თავის ტერიტორიის გამოყენების საშუალებას სამხედრო ოპერაციების დროს, ასევე ნეიტრალიტეტი გულისხმობს ყველა საშუალებას იმისთვის, რომ იქნეს ომი აცილებული, თუმცა ამავდროულად ნეიტრალური სახელმწიფოს აქვს უფლება ყავდეს ძლიერი სამხედრო და უსაფრთხოების შესაძლებლობები და საჭიროების შემთხვევაში თუ მოხდება გარკვეული თავდასხმა ან აგრესია ამ ნეიტრალური სახელმწიფოს მიმართ, რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება თავი დაიცვას და პასუხი გასცეს მას. ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში ნეიტრალური სახელმწიფოები ხშირად თამაშობენ გარკვეულ მედიატორის როლს ხოლმე კონფლიქტების ან პოლიტიკური კრიზისების დროს და ამის ნათელი მაგალითი არის შვეიცარიული ნეიტრალიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში გარკვეულ მედიაციას ასრულებდა სხვადასხვა პოლიტიკური
მოვლენის დროს და ჩვენთვის კარგად ცნობილი არის შვეიცარიის кейსი, იმიტომ რომ შვეიცარია ასრულებს დღეს ასე ვთქვათ შუამავლის დროს საქართველოს რუსეთის ურთიერთობებში. ჩვენ ვიცით რომ საქართველოს და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა ამ სიტუაციაში საჭირო არის გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობების წარმართვა და სწორედ შვეიცარია თამაშობს ამ როლს შუამავლის და არსებობს ინტერესების სექციები როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში და ეს კომუნიკაცია ხორციელდება სწორედ აი შვეიცარიის საელჩოს დახმარებით და აქაც ასე ვთქვათ ჩვენთვის ცნობილია. შესაბამისად, ხო, ანუ როდესაც შენ ხარ ნეიტრალური ქვეყანა, შენ უარს ამბობ ყველანაირი მხარის დაკავებაზე და უარს ამბობ ყველანაირი კონფლიქტში მონაწილეობაზე და შესაბამისად ეს არის ასე ვთქვათ ძალიან მოკლედ რო ავხსნათ რა არის ნეიტრალური სახელმწიფო. თუმცა ნეიტრალიტეტსაც რაღაც განსხვავებული ფორმები აქვს და განსხვავებული კონტექსტი და შესაბამისად ამ შემთხვევაშიც არ არსებობს რაღაც ერთიანი მოდელი, რომელიც ყველა ქვეყანაზე მუშაობს. ამ შემთხვევაშიც საჭირო არის ჩვენ ძალიან ინდივიდუალურად მივუდგეთ თითო ქვეყნის ნეიტრალიტეტს და ასეთი ფორმით განვიხილოთ ის. ძალიან საინტერესოა თვითონ ნეიტრალიტეტის თემა ისტორიულად როგორ განვითარდა და როგორ ნახა ასე ვთქვათ ევოლუცია და თუ არის შესაძლებელი რომ ეს ისტორიული კონტექსტიც გავშალოთ. ხო, ნუ ნეიტრალიტეტს რა თქმა უნდა როგორც საერთაშორისო ურთიერთობის თეორიებს, როგორც პოლიტიკურ იდეოლოგიებს და ასე შემდეგ თავისი ისტორიული კონტექსტი გააჩნია და შესაბამისად რაც ისტორიული გზაც გაიარა, ხო, ანუ ჯერ კიდევ ანტიკური სოფლიოს მაგალითები რომ მოვიყვანოთ, აი ძველი საბერძნეთი რო ავიღოთ, ძველი საბერძნეთის დროს ხშირად იყო ხოლმე რაღაც პოლისებს შორის გარკვეული სამხედრო მოქმედებები, იგივე ვთქვათ, ათენსა და სპარტას შორის როცა იყო დაპირისპირება, ხო, ანუ ხშირად იყო, როდესაც სხვა პატარა პოლისები ნეიტრალურ პოზიციას ირჩევდნენ ხოლმე ამ კონტექსტში და არ ერეოდნენ ამ ომში ისევ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ხო? ასევე ძველი რომის პირობებშიც ნეიტრალიტეტი, ასე ვთქვათ, მას ეძახდნენ უფრო მეგობრობის კონცეფციას, ასე ვთქვათ, როდესაც რაღაც კონკრეტული სამეფოები ან სახელმწიფოები რომთან ინარჩუნებდნენ ძალიან ახლო მეგობრულ ურთიერთობებს, თუმცა არ იყვნენ მათი, ვთქვათ, სამხედრო სისტემის შემადგენელი ნაწილები. ანუ უკვე ამ პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ნეიტრალიტეტი გარკვეულწილად პრიმიტიულ, მაგრამ რაღაც ფორმებს ატარებდა. ასევე ბიზანტიაში ძალიან განვითარდა ნეიტრალიტეტის კონტექსტი, როდესაც გამოიყენებოდა, ვთქვათ, სხვა ომის აცილების მიზნით გამოიყენებოდა, ვთქვათ, აი დაქორწინებები, მაგალითად თავისუფლად განწყობილ სამეფოების შორის რაც ქორწილები, ასევე გამოიყენებოდა გარკვეულწილად რაც შეთანხმებები, რომლებიც გულისხმობდა ურთიერთ თავდასხმის, ასე ვთქვათ, გამორიცხვას, ასევე ხშირად ხდებოდა მოსყიდვები ხოლმე იმისთვის, რომ არ ყოფილიყო თავდასხმა ბიზანტიაზე და ასე შემდეგ და ეს მოდელი სხვათა შორის კი იყო პრიმიტიული, მაგრამ უკვე შემდგომში ევროპაში ძალიან დამკვიდრდა, ეს იყო საბაზისო, ასე ვთქვათ, მოდელები, თუმცა ეს მოდელები ნელ-ნელა უკვე დაიხვეწა და ევროპაში ხა იგივე ხელშეკრულებები თავდასხმობის შესაძლებლად და ასე შემდეგ, ხო, ძველი ბიზანტიიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. შედარებით თანამედროვე მაგალითები არის უკვე როდესაც დაიწყო, ასე ვთქვათ, თანამედროვე ნეიტრალიტეტის სისტემის ჩამოყალიბება, ეს იყო, ვთქვათ, ვესტფალიის შეთანხმება, როდესაც უკვე გაჩნდა ისეთი ცნებები, როგორიც არის, ვთქვათ, ერთმანეთზე თავდაუსმელობა, სუვერენიტეტი, ვთქვათ, ქვეყნის უფლება რო არ ჩაერთოს კონფლიქტში და ასე შემდეგ, რომელმაც უკვე ევროპული ზოგადად აზროვნება, პოლიტიკური აზროვნება შეცვალა და უფრო მიახლოებული გახადა თანამედროვე საერთაშორისო სისტემას, ხო, ანუ გაჩნდა, ვთქვათ, დამოუკიდებლობის ცნება ქვეყნის, სუვერენიტეტის და ასე შემდეგ. ასევე, ნეიტრალიტეტის პირველი ნაბიჯები ჩვენ ხვდება მე-17-18 საუკუნეებში, ოღონდ ეს არის უფრო საზღვაო ნეიტრალიტეტი, იმიტომ რომ მაშინ აქტიურად მიმდინარეობდა ვაჭრობა ზღვის გამოყენებით და ხშირად იყო ხოლმე ევროპაში, როდესაც ბრიტანელებს მაშინ უპირატესობა ჰქონდათ ზღვაზე და ხშირად თავს ესხმოდნენ ხოლმე სავაჭრო გემებს და სწორედ ამის აცილების მიზნით ჩამოყალიბდა, ასე ვთქვათ, პირველი შეიარაღებული ნეიტრალიტეტის, ასე ვთქვათ,
ვთქვათ, ლიგა, სადაც შედიოდნენ ნორდიკული ქვეყნები და შედიოდა რუსეთი, რომლის მთავარი მიზანი იყო თავიდან აეცილებინა ამ სავაჭრო გემებზე თავდასხმები ბრიტანეთის მხრიდან და შემდეგ უკვე მეორე ლიგაც შეიქმნა ანალოგიური, რომელიც უკვე მიმართული იყო ბრიტანეთის საზღვაო უპირატესობის შესამცირებლად. ასე რომ ეს ნეიტრალიტეტის საკითხი ჯერ კიდე მე-17-18 საუკუნეში უფრო ზღვას მოიცავდა, მაგრამ მერე უკვე მთლიანად განვითარდა. მაგრამ მაინც ეს ძირითადი აქცენტები ნეიტრალიტეტზე მე-19-მე-20 საუკუნეში გახდა, ასე ვთქვათ, ცნობილი. პრაქტიკული ნაწილი ეს იყო თქვა შვეიცარიის ნეიტრალიტეტის ჩამოყალიბება, თუმცა სამართლებრივი ნაწილიც ეს იყო პირველი პარიზის დეკლარაცია იყო პირველი სამართლებრივი ასე ვთქვათ დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ნეიტრალიტეტის განვითარებას როგორც საერთაშორისო სამართლის ნაწილს, თუმცა ისეხებოდა მხოლოდ მაშინ საზღვაო ნეიტრალიტეტს, თუმცა შემდეგ 1899 წელს და 1907 წელს შედგა შვიდობის კონფერენციები და მაშინ იქნა მიღებული ეს ჰაგის კონვენციები, რომელმაც დაიწყეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებით დარეგულირება ნეიტრალიტეტის. ასევე საინტერესო გარდამტეხი იყო ბელგიაც ვახსენე, ბელგიასაც ჰქონდა გამოცხადებული ნეიტრალიტეტი, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივად იყო განმტკიცებული, მაგრამ 1914-ში გერმანია მაინც დაესხა თავს ბელგიას იმ იმედით, რომ რაც ფრანგი ჯარისკაცები უნდა გაენადგურებინა, თუმცა დაარღვია კანონი და ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც საერთაშორისო სამართალი უგუალყოფილი იყო და ბევრი კითხვები გააჩინა ნეიტრალიტეტის ქმედითუნარიანობასთან დაკავშირებით. ასევე საინტერესო იყო ამერიკის პოზიციაც პირველი მსოფლიო ომის დროს. ამერიკას იცით რომ ქონდა გამოცხადებული ნეიტრალიტეტი, ის არ მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში 1917 წლამდე, თუმცა როდესაც გერმანელებმა ჩაძირეს ამერიკული გემი, რასაც მოყვა ამერიკელი მოქალაქეების დაღუპვა, მან გამოუცხადა ფაქტიურად გერმანელებს ომი და ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში და საინტერესო პრეცედენტი იყო ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით ერთა ლიგის შექმნა. ერთა ლიგამ ასე ვთქვათ, ხაზი გადაუსვა ცოტა არასწორად ვიტყვი, მაგრამ შეასუსტა ნეიტრალიტეტის ცნება იმ კონტექსტში, რომ ერთა ლიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ელემენტი იყო ის, რომ ის ასე ვთქვათ, ცდილობდა კონკრეტული აგრესორი ქვეყნის მიმართ დაშვებული იყო კონკრეტული აგრესორი ქვეყნის მიმართ კოლექტიური მოქმედებები. ეს შეიძლება ყოფილიყო სანქციები, ეს შეიძლება ყოფილიყო სხვა სახის მოქმედებები, თუმცა ეს ავტომატურად უკვე ნეიტრალურ ქვეყნებს, რომლებიც ერთა ლიგაში იყვნენ, ასე ვთქვათ, თართმევდა ამ ნეიტრალიტეტს და კოლექტიურ მოქმედებებზე გადადიოდა. ერთ-ერთი გამონაკლისი მაშინ იყო შვეიცარია, რომელიც ერთა ლიგაში იმის საფასურად, რომ მის ტერიტორიაზე ჟენევაში განათავსებდა ერთა ლიგის სხვადასხვა ინსტიტუტს, ასე რომ შეინარჩუნა თავისი ნეიტრალიტეტი და არ გახდა ამ ყველაფრის ნაწილი და დღესაც ვიცით, რომ ერთა ლიგა გააკეთა გაეროდა და ჟენევა ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქია, სადაც როგორც გაეროს ინსტიტუტები არიან განთავსებული, ასევე სხვა ორგანიზაციებიც, ასევე შვეიცარიის შემთხვევაში მნიშვნელოვანია შვეიცარიული ნეიტრალიტეტის პროდუქტად შეგვიძლია ჩავთვალოთ წითელი ჯვრის ორგანიზაცია, რომელიც ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც კონფლიქტის დროს შეუძლია შესვლა ტერიტორიაზე და ის ხელშეუხებელია, ესეც გარკვეულწილად შვეიცარიული ნეიტრალიტეტის პროდუქტია და მეორე მსოფლიო ომიც გახდა ასე ვთქვათ ერთგვარი გამოცდა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ასეთი ქვეყნები როგორც იყვნენ შვედეთი, შვეიცარია და ასე შემდეგ, ხო, ანუ თავარი კითხვა ის უნდა რამდენად შეძლებდნენ ისინი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას და რეალურად ამ პროცესში შვეიცარია დარჩა ის ქვეყანა, რომელმაც არ გადაუხვია თავის ნეიტრალიტეტის პრინციპებს, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, შვედეთის შემთხვევაში იყო გარკვეულწილად არაოფიციალური თანამშრომლობა გერმანელებთან, მაგათი ვთქვათ, გატარება მაგათი ჯარების, ასევე შვედეთი რკინას ყიდდა გერმანელებზე, რაც გამოიყენებოდა გერმანულ სამხედრო ინდუსტრიაში, თუმცა ამავდროულად მოკავშირეებს ეხმარებოდა სხვადასხვა ფარული გზებით, ეს იქნებოდა ჰუმანიტარული დახმარება, ეს იქნებოდა საიდუმლო სადაზვერვო სპეცოპერაციები და ასე შემდეგ და შვედეთიც გარკვეულწილად ასე ვთქვათ გაემიჯნა ნეიტრალიტეტს რაღაც დონეზე და ესპანეთი და პორტუგალიაც ნეიტრალური სახელმწიფოები იყვნენ, თუმცა
მეორე მსოფლიო ომის დროს თავიდან ისინი თანამშრომლობდნენ, მეგობრობდნენ, ასე ვთქვათ, ნაცისტურ რეჟიმთან, თუმცა მერე დაიწყეს თანამშრომლობა, ასე ვთქვათ, მოკავშირეებთან და ამ შემთხვევაშიც ეს ნეიტრალიტეტის პრინციპი გარკვეულწილად იქნა დარღვეული. შესაბამისად, ისტორიულ კონტექსტშიც ჩვენ ხედავთ, რომ სხვადასხვა მოვლენები ამ ნეიტრალიტეტს ხან აძლიერებდა, ხან ასუსტებდა და ასე შემდეგ და ხო. კი ბატონო. რაც ჩამოთვალე, ანუ აშკარაა, რატომაც შეიძლება გამოყენებული იქნა სხვადასხვა მიზნებისთვის, იმიტომ რომ ფურცელზე არაჩვეულებრივად ჟღერს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მთლად ესე მარტივადაც არ არის ყველაფერი. ამ მიუმხრობლობას, ამ ეკონომიკურ განვითარებას, იმ პოზიციას, რაც დავასახელეთ, ახლა ჭირდება თავისი გარანტიები, თავისი მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, სხვადასხვანაირი და შენ ახსენე სხვადასხვა ტიპის ნეიტრალიტეტები და კარგი იქნება გავიაროთ. მაგალითად, დავიწყოთ შვეიცარიის ყველაზე ცნობილი და ყველაზე, ასე ვთქვათ, ფართოდ გავრცელებული მაგალითი, რომ აი შვეიცარია რო არის, ეგრე რო ვიყოთ ჩვენს. ხო, მარტივად რო ვთქვათ, ხო, ანუ დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში ხო, ანუ ნეიტრალიტეტმაც შეიცვალა თავისი ფუნქციები, ანუ თუ ვთქვათ, მე-18 საუკუნეში ნეიტრალიტეტს ჰქონდა რაღაც როლი, რომ აეცილებინა კონფლიქტები, იგივე მე-20 საუკუნეში ცივი ომის პერიოდში, ხო, ანუ დღეს უკვე ნეიტრალიტეტმა, ასე ვთქვათ, ასე თუ ისე დაკარგა თავის ფუნქცია და უფრო ვთქვათ, როგორ ვთქვათ, რომ თუ ის იყო რაღაც სამართლებრივად გამყარებული სტატუსი, რომელიც შენ გარანტირებულად გიცავდა კონფლიქტისგან, დღეს უკვე ნეიტრალიტეტი გახდა უფრო დიპლომატიური და მორალური საშუალება, თქვა კონკრეტული ამოცანების მისაღწევად. რაც შეეხება შვეიცარიულ მოდელს, ხო, ანუ მე ვიტყოდი, რომ დღესდღეობით შვეიცარია არის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი წარმატებული ნეიტრალიტეტის, იმიტომ რომ ქვეყანაში მსოფლიოში არაერთი ნეიტრალური სახელმწიფო არსებობს დაახლოებით 20-დან 25-მდე, თუმცა ყველგან ვერ მუშაობს ეს ნეიტრალიტეტი, ზოგან ეს არის რაღაც ამ ფიქტიური ნეიტრალიტეტი, ქაღალდზე მხოლოდ ზოგან ასე ვთქვათ მოქმედებს ნაწილობრივ და ასე შემდეგ. თუმცა შვეიცარიის შემთხვევაში ხო, ანუ შვეიცარიას ძალიან ასე ვთქვათ ისტორიული ფესვებიდან მოდის ეს ნეიტრალიტეტის საკითხი. დღეს შვეიცარია არ არის არც ნატოს წევრი, არც ევროკავშირის და შესაბამისად მას აქვს საშუალება, რომ ყველანაირი საერთაშორისო გავლენებისგან თავი ასე ვთქვათ დაიცვას და ნეიტრალური როლი ითამაშოს. ჩვენ არაერთხელ გვინახავს ისტორიულად ნეიტრალიტეტი, როგორ ნეიტრალიტეტის პირობებში როგორ ახერხებდა შვეიცარია მედიაციას, როგორ ტარდებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით შვეიცარიაში და ასე შემდეგ. თუმცა ისტორიულად შვეიცარიის ნეიტრალიტეტი ჩამოყალიბდა 1815 წელს, გამოცხადდა, ასე ვთქვათ, როდესაც დასრულდა ვატერლოოს ბრძოლის შემდეგ, როდესაც ასე ვთქვათ, დასრულდა ნაპოლეონის დროინდელი ომები, ევროპა გადაღლილი იყო ომებისგან და შესაბამისად გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმისთვის, რომ შვეიცარიას მიეღო ეს ნეიტრალური სტატუსი იმისთვის, რომ შექმნილიყო ცენტრალურ ევროპაში გარკვეული ბუფერული ზონა. ამ ზონის ფუნქცია იყო, რომ თქვათ შვეიცარია იქნებოდა ნეიტრალური სახელმწიფო, არ დაიჭერდა რომელიმე ევროპული სახელმწიფოს მხარეს და ასევე აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შვეიცარიული ალპების ფაქტორი, იმიტომ რომ შვეიცარულ ალპებს სამხედრო მოქმედებებში განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და შესაბამისად ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ არც ერთ მოსაზღვრე ევროპულ ქვეყანას არ გამოიყენებინა შვეიცარიული ალპები თავისი სამხედრო ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე ჩვენ ვიცით, რომ შვეიცარიაში ძალიან მრავალფეროვანი საზოგადოება ცხოვრობს და შესაბამისად რამდენიმე ენა არის შვეიცარიაში, ეთნიკურადაც განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ და რეალურად არსებობდა საფრთხე, რომ შვეიცარიის ნაწილს შეიძლებოდა ერთი სახელმწიფოსთვის დაეჭირა მხარი, შვეიცარიის რაღაც მეორე ნაწილს სხვა სახელმწიფოსთვის და ეს შექმნიდა ერთგვარ შიდა დაპირისპირებას თვითონ შვეიცარიაში და ამ ყველა ფაქტორების გათვალისწინებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეთანხმდა დიდი სახელმწიფოები, რომ მოდი შვეიცარია დავტოვოთ ჩვენ ნეიტრალურად, იყოს ეს ბუფერული ზონა ცენტრალურ
ევროპაში და იყოს ასე ვთქვათ მედიაციის ცენტრი, რომ რამე თუ იქნება ვთქვათ კონფლიქტის საფრთხე ან რაღაც მსგავსი, შვეიცარია იყოს ადგილი, რომელიც დაგვეხმარება ამის გადაჭრაში და სწორედ ამ პერიოდიდან უკვე შვეიცარიას მიენიჭა ეს როლი და ჩამოყალიბდა ტრადიციად და დღესაც ეს ტრადიცია ისტორიული ტრადიცია მოქმედებს, თუმცა წლების განმავლობაში შვეიცარიამ განიცადა მნიშვნელოვანი ევოლუცია როგორც სახელმწიფომ გაძლიერდა ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და ასე შემდეგ და უკვე მომავალი წლების განმავლობაში სწორედ მისი მაგალითად ფინანსური ინსტიტუტები რო ავიღოთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რატო არ ხდებოდა შვეიცარიის ასე ვთქვათ დაპყრობა. თუნდაც აი ბევრი კითხვა არის იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანია რატო არ შეიჭრა შვეიცარიაშიო, ან თქვა საბჭოთა კავშირს რატო არ ქონდა სურვილი, რომ შვეიცარიაში რაღაც სამხედრო მოქმედებები წარიმართა. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო მომენტი არის ის, რომ როგორც სხვადასხვა წყარო ჩვენ გვეუბნება, გერმანელ მაღალჩინოსნებს, ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნებს თავისი სიმდიდრის დიდი ნაწილი ქონდა შვეიცარიაში დაბანდებული, ასევე საბჭოთა კავშირის ჩინოსნებიც გარკვეულწილად შვეიცარიულ ბანკებთან იყვნენ დაკავშირებული და შესაბამისად არავის ინტერესებში არ შედიოდა შვეიცარიაზე თავდასხმის განხორციელება და თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარიამ მოახდინა მნიშვნელოვანი სამხედრო მობილიზება, არ ჩართულა, რა თქმა უნდა, ომში ასე პირდაპირ გზებით, თუმცა ის მზად იყო თავდასხმის მოგერიებისთვისაც, მაგრამ მეორე მსოფლიო ომსაც გადაურჩა. შესაბამისად, დღეს შვეიცარიას რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს, რის გამოც ის რჩება ნეიტრალურად და მისი ნეიტრალიტეტი არის გამყარებული. პირველი ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი განზომილება, იმიტომ რომ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი გარანტირებულია საერთაშორისო სამართლით, იგივე ჰაგის კონვენციით და ასე შემდეგ. ასევე შვეიცარიას გააჩნია ძლიერი თვითმკვარე ეკონომიკური სისტემა, რომელიც არ არის დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე. გააჩნია ძლიერი სამხედრო შესაძლებლობები და ერთ-ერთი უძლიერესი უსაფრთხოების სისტემა ევროპაში. მას თავისუფლად შეუძლია ყველა იმ საფრთხეს გაუმკლავდეს, რის წინაშეც შეიძლება ის აღმოჩნდეს და შესაბამისად ყველა ის პირობა და გარემო აქვს შვეიცარიას და რაც თავარია გეოგრაფია არ ყავს ესეთი მეზობლები როგორც რუსეთია, რომელიც ცდილობენ მასზე გავლენის მოპოვება. შესაბამისად ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ხო, შვეიცარია რჩება იმ ქვეყნად, რომელსაც შეუძლია იყოს ნეიტრალური და რაღაც გარე ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა განახორციელა უკრაინაში შეჭრა, უკვე დაიწყო რაღაც გარკვეული დებატები ბერნში იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ვთქვათ შვეიცარიამ გადახედოს არსებულ ნეიტრალიტეტის სტატუსს, პირველ ეტაპზე არ შეცვალოს, მაგრამ რაღაც გარკვეულწილად აპდეიტი გაუკეთოს რა ამ სისტემას და ეხლაც ეს დებატები მიმდინარეობს. ასე რომ ნეიტრალიტეტზე საუბრისას უკვე ჩვენ ხედავთ, რომ ეს ტენდენცია იცვლება და ბევრი ქვეყანა ცდილობს ამ ყველაფრის გადახედვას. კი ბატონო, შვეიცარიას ერთი ძალიან დიდი უპირატესობა აქვს, როგორც თქვი, რომ ეს არის უკვე ტრადიცია, ისტორიული ტრადიცია, რომელმაც მას ასევე კულტურის ნაწილი გახდა, ასე ვთქვათ. კი, და მას მოუტანა ასევე ამ ისტორიულმა ტრადიციამ სტრატეგიული მნიშვნელობა ფინანსური თვალსაზრისით. მთელი მსოფლიო პრაქტიკულად ფინანსების ცენტრი არის, იქ ინახება ძალიან დიდი სიმდიდრეები, რაც რა თქმა უნდა აძლევს შესაძლებლობას შვეიცარიას, რომ რაღაც გავლენები თვითონ იქონიოს იმ ქვეყნებზე, რომლებსაც შეიძლება პოტენციურად უნდოდეთ მათი დაპყრობა. ძალიან საინტერესო кейსი არის შვეიცარია და სავარაუდოდ საქართველოსთან მიმართებაში რო ვისაუბროთ, მოუბრუნდებით ამ кейსს. ჩვენ ნახეთ ბოლო პერიოდში ორი თვითგამოცხადებული ნეიტრალიტეტის, შვედეთის და ფინეთის ამ პოლიტიკის სრულად გადახედვა და ნატოში გაწევრიანების ძალიან სწრაფი პროცესი. ძალიან საინტერესოა შევხედოთ რა ტიპის ნეიტრალიტეტები იყვნენ შვეიცარია და უпростоრედ შვედეთი და ფინეთი და რამ განაპირობა ეს სწრაფი ცვლილება. ხო, ნეიტრალიტეტის ფორმებს რო დაუბრუნდეთ, ხო, ანუ ამ შემთხვევაშიც არსებობს ორი მიდგომა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, ეს არის
სამართლებრივი ნეიტრალიტეტი, ასე ვთქვათ, სამართლებრივი ნეიტრალიტეტი ნიშნავს იმას, რომ შენ ნეიტრალიტეტი გაქვს როგორც ადგილობრივი საკანონმდებლო დონეზე გამყარებული, შეიძლება იყოს კონსტიტუციაში გაკეთებული ჩანაწერი და ასევე შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით მიღებული საკანონმდებლო აქტებით გამოცხადებული ნეიტრალიტეტი, რომელიც ასევე გამყარებულია საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით. ანუ მარტივად რო ვთქვათ, როგორც შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე არსებობს კონსენსუსი, ადგილობრივ დონეზე საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი, რაც ასე ვთქვათ გამყარებულია კონსტიტუციით და საერთაშორისო დონეზე, როდესაც დიდი სახელმწიფოები და ქვეყნები თანხმდებიან, რომ შენ ხარ ნეიტრალური, ამას ასე ვთქვათ, უკეთებენ საერთაშორისო სამართლებრივ adoption ასე ვთქვათ რა, ამიღება სამტკიცებენ საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე და ეს ნეიტრალური სტატუსი არის დაცული. რეალურად საერთაშორისო სამართლით და გაქვს გარკვეული გარანტიები, რომ არავინ არ შეგეხება შენ. თუმცა ისტორიულად ჩვენ მქონდა არაერთი მაგალითი, როდესაც გამყარებული იყო საერთაშორისო სამართლით ნეიტრალიტეტი, მაგალითად ბელგიის შემთხვევაში, თუმცა გერმანიამ უგუებელყო ეს ნორმები და მაინც განახორციელა თავდასხმა. და ხო, ნუ სამართლებრივად შენ ასე ვთქვათ დაცულია. ეს სამართლებრივი ნეიტრალიტეტი, ასე ვთქვათ, სამართლის საფუძველზე მიღებული ნეიტრალიტეტი ყოველთვის უფრო მყარია და უფრო უსაფრთხო არის. ასევე არსებობს მეორე ტიპის ნეიტრალიტეტი, უფრო პოლიტიკურ ჭრილში რო განვიხილოთ, აი ზუსტად შვედეთის და ფინეთის მაგალითზე, ნეიტრალიტეტი არა ვთქვათ რაღაც საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით არის მიღებული, არამედ ეს არის უფრო დოქტრინალურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება, ანუ საგარეო ძირითადად მაგათი გადაწყვეტილება ასახული არის მაგათ საგარეო პოლიტიკურ დოქტრინაში. იყო უბრალოდ დღეს უკვე ისინი ნატოს წევრები არიან. ანუ არა კონსტიტუციაში, არამედ დოქტრინებში. დოქტრინალურად არის. ხა შვედეთის მაგალითში, შვედეთის შემთხვევაში, შვედეთმა მე-19 საუკუნეში გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, მას შემდეგ რაც დაკარგა ფინეთი, ასე ვთქვათ და სკანდინავიაში ეს ომების პერიოდი დასრულდა და მაშინ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი იმ მოტივით, რომ დაიღალა ისიც ომებისგან, არ უნდოდა კონფლიქტები, უნდოდა მშვიდობა და მთლიანად გადაერთო უკვე, ასე ვთქვათ, თავისი ქვეყნის მდგრად განვითარებაზე. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს მაინც შვედეთს მოუწია გარკვეული ლავირების გააკეთება და ბოლომდე ვერ შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი, იმიტომ რომ ერთი მხრივ შვედეთი გერმანიასთან ვაჭრობდა როგორც თუ სწორად მახსოვს რკინით, რაც რკინას მაშინ სტრატეგიულად მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ ტანკები შეიარაღებული ყველაფერი რკინის გამზადდებოდა და მეორე მხრივ ყოფილა შემთხვევები, როდესაც გერმანელ ჯარისკაცებს მიეხმარა გარკვეული ტრანზიტში, გადასვლაში. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი. თუმცა ამავდროულად მოკავშირეებთანაც თანამშრომლობდა ისეთი მიმართულებებით, როგორც იყო ჰუმანიტარული მხარდაჭერა და თქვა სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება მოკავშირე სახელმწიფოებისთვის. თუმცა ეს ყველაფერი ხდებოდა გარკვეულწოდ არაფორმალურად და რაიმე სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე. თუმცა საბოლოოდ შვედეთმა ეს მეორე მსოფლიო გადააგორა და გააგრძელა თავისი ასე ვთქვათ ნეიტრალური მიდგომა. თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ვნახეთ, რომ შვედეთიც ასე ვთქვათ დათმო ნეიტრალიტეტი თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და შეუერთა ნატოს. რაც შეეხება ფინეთს, ფინეთმა შედარებით უფრო გვიან გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, ეგრეთ წოდებული ფინლანდიზაციის პროცესისაც ეძახიან მაგას, როდესაც საბჭოთა კავშირისგან მიიღო გარანტიები, ვიცით რომ საბჭოთა კავშირის და ფინლანდიას შორის იყო ომი და შემდგომში უკვე საბჭოთა კავშირთან, ასე ვთქვათ, ორმხრივი შეთანხმება გააფორმა იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოთა კავშირი იმის ამსვლოდ, რომ ფინეთი გამختارიყო ნეიტრალური სახელმწიფო და არ გამختارიყო, ვთქვათ, ნატოს წევრი, მიიღებდა უსაფრთხოების გარანტიებს, ანუ საბჭოთა კავშირი აღარ განახორციელებდა ფინეთზე თავდასხმას ერთი მხრივ, მეორე მხრივ აღიარებდა ფინეთის, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და სანაცვლოდ ფინეთი რჩებოდა ნეიტრალური და მართლაც ცივი ომის განმავლობაში ფინეთმა შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი, თუმცა 95 წელს მას მერე რამდენიმე წლის შემდეგ რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, ეხლა ეს შეთანხმება რეალურად საბჭოთა კავშირის და ფინეთის შორის იყო და საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, ხო, ანუ ავტომატურად ის ხელშეკრულებაც უკვე აღარ
ძალადაკარგულად გამოცხადდა და შესაბამისად უკვე 95 წელს ფინეთის გახდა ევროკავშირის წევრი, რითაც მან ნაწილობრივ უკვე დათმო ნეიტრალიტეტი, იმიტომ რომ ევროკავშირი გარკვეულწილად პოლიტიკური ერთობა არის, ამავდროულად ბოლო წლებში ევროკავშირმა უკვე რაღაც გარკვეული უსაფრთხოების და სამხედრო ელემენტების განვითარებაც დაიწყო. შესაბამისად 95-წლშიც ეს იყო პოლიტიკური გაერთიანება და სრული ნეიტრალიტეტი მანდაც გააბათილა ფინეთმა. თუმცა საბოლოოდ, რა თქმა უნდა, შვედეთის ტენდენციას შვედეთი და ფინეთი ერთად გახდა ნატოს წევრები, როდესაც წამოვიდა რუსეთისგან საფრთხე. თუმცა შვედეთისგან განსხვავებით ფინეთი უფრო დიდი საფრთხის წინაშე იდგა, იმიტომ რომ 1500 კილომეტრიანი საზღვარი აქვს რუსეთთან და შესაბამისად როდესაც დაინახეს რეალურად საფრთხე წამოვიდა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში შეიძლებოდა შემოჭრილიყო რუსეთი ასევე რაც კონკრეტული დივერსიები მოეწყო სკანდინავიურ ქვეყნებში მათ მიიღეს გადაწყვეტილება თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და შეუერთდნენ ნატოს და სწორედ ეგ მომენტი არის რა როდესაც შენ სამართლებრივად არ გამყარებული ნეიტრალიტეტი და გაქვს ასე თქვა ესე თქვა გაცხადებული ეს ნეიტრალიტეტი უფრო მოწყვლადია და რეალურად მეტი საფრთხის წინაშე გაყენებს იმიტომ რომ არ არსებობს რაღაც კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი რომელიც გრძალავს ქვეყანას რომ რაღაც გავლენა მოიპოვოს შენზე ან თავს დაგესხას. ანუ ზოგადად საერთაშორისო სამართალი გრძალავს ერთი ქვეყნის მეორეზე თავდასხმას, მაგრამ ნუ ნეიტრალიტეტის საკითხი კიდე ცალკე არის და კიდე ცალკე დამცავი მექანიზმი, მაგრამ როდესაც ეს არ არის საერთაშორისო სამართლებრივად განმტკიცებული, ხო, ანუ ამ შემთხვევაში უკვე შენ გარკვეულწილად უფრო მოწყვლადი ნეიტრალიტეტი გაქვს და თუმცა პლუსი ის არის, რომ ეგეთ ქვეყნებს მარტივად შეუძლიათ ლავირება და თუ ხედავენ ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში, რომ ნეიტრალიტეტი უკვე აღარ მუშაობს და შეიძლება საფრთხე შეექმნათ, მარტივად ცვლენ თავის გადაწყვეტილებას, როცა თქვა შვეიცარიის შემთხვევაში შვეიცარიამ გადაწყვიტოს, რომ ნეიტრალიტეტი გააუქმოს, ამას ძალიან ასე ვთქვათ, ხანგრძლივი და შრომატევადი პროცედურები დაჭირდება, რომ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, სამართლებრივად მოგვარდეს. კი, ერთს დავამატებდით ჩვენ რამდენიმე გადაცემის წინ ვისაუბრეთ შვედეთის და ფინეთის თავდაცვის სისტემაზე და აქ ძალიან დიდი როლი უკავია, ასე ვთქვათ, ფინეთის და შვედეთის ნეიტრალიტეტის წარმატებაში ამ თავდაცვის სისტემებს, იმიტომ რომ ერთი არის რომ შენ ამბობ რომ ნეიტრალური ხარ, მაგრამ მეორე არის რითი ააკეთებ ამ ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფას. როდესაც შენ არ ხარ არანაირი ბლოკის წევრი, შენ არ ყავს მაინდამაინც სამხედრო თვალსაზრისით პარტნიორები, შენ უნდა შეძლო რომ აწარმოო შენი იარაღი, რასაც ორივე კარგად ართმევს თავს, უნდა შეძლო რომ შენ ყავდეს ძლიერი ჯარი, ისეთი რომელიც მორგებულია შენი ტერიტორიის დაცვაზე და ორივეს ყავს ესეთი. შესაბამისად, აი ეს ორი ძირითადი ფუნქცია იყო რაც წლების განმავლობაში შვედეთი და ფინეთი ამუშავებდნენ და აქტიურად მიმდინარეობდა ამ მიმართულებით მუშაობა და მესამე დამოვიწყდა და არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ძლიერი ეკონომიკური ბაზა. რომ არ ხარ დამოკიდებული სხვაზე. კი ბატონო, უბრალოდ აი შვედეთს გეთანხმები ამ ყველა საკითხში, უბრალოდ კიდევ ერთ საკითხს დავამატებდი, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი და ფინეთი არ იყვნენ ნატოს წევრები, მათ ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ ნატოსთან იმ დონეზე, რომ ნუ თუ სწორად მახსოვს ფინეთი გახდა პარტნიორობა მშვიდობისთვის ინიციატივის წევრი, თუ შვედეთი აი შეიძლება მერევა, მაგრამ ნუ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და წლების განმავლობაში ნატოსა და ფინეთსა და შვედეთს შორის აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში. ანუ რაც გულისხმობდა ესე თავისთავად ისინი კი ავითარებდნენ ამ თავის სამხედრო შესაძლებლობებს, პლუს ამას ეს სამხედრო შესაძლებლობები ვითარდებოდა ნატოს სტანდარტების შესაბამისად, რაც ეხმარებოდა რეალურად ნატო. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ისინი იდგნენ რეალურად ნატოში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ეს არ ქონდათ ოფიციალურად გაცხადებული. იყო ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე ხდებოდა სადაზვერო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ნატოსა და თქვა შვედეთს და ფინეთს შორის, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ნატოს შიგნით თანამშრომლობის კონტექსტში და მაგიტომაც გახდა ძალიან მარტივი მათი ნატოში ინტეგრაცია, იმიტომ რომ ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ ნატოს კრიტერიუმებს და შესაბამისად რაღაც ფორმალური მხარე იყო, მხოლოდ საჭირო იმისთვის, რომ ისინი გავხდარიყო ნატოს წევრები. ხა საქართველოს მაგალითიც რო ავიღოთ, ხო, ანუ ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს იმისთვის, რომ ნატოს წევრები გავხდეს და ჩვენი ამოცანა არის, რომ ჩვენი, თქვა, უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემა იყოს სრულ თანხმდრაში ნატოსთან, ხო, და შესაბამისად ეს ამის შემდგომ უკვე და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ჩვენ გავხდებით ნატოს წევრები. და ზუსტად ასე შვედეთის და ფინეთიც მიდიოდა ამ გზით, ისინი ვითარდებოდნენ უსაფრთხოების სისტემის კუთხით, ისე რომ თქვა ნატოს
სხვადასხვა ზოგიერთ ნატოს წევრ ქვეყანაზეც კი ძლიერები არიან შვედეთი და ფინეთი და შესაბამისად ხო ნუ რუსეთში ის შეჭრის შემდეგ უკრაინაში დადგა ამის საჭიროება და უპრობლემოდ გახდნენ ნატოს წევრები და შესაბამისად ერთ-ერთი ნატო მნიშვნელოვნად გაძლიერდა ამ ორი ქვეყნით, იმიტომ რომ მაგათი სამხედრო შესაძლებლობები რო ავიღოთ ხო ანუ ეს ძალიან სერიოზული განაცხადი არის და ფლანგი პრაქტიკულად კარგად არის დაცული. რუსეთმა კიდე მიიღო მძიმე შედეგი რომ დაბატებით 1500 კილომეტრზე უკვე ნატოს ქვეყანა ყავს და მაგის საზღვარი ჩაიკეტა ასე ვთქვათ რა და შესაბამისად ხო ნუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკაც რა თქმა უნდა ხარ როდესაც შენ გარკვეულწილად ისეთ გარემოში ხარ ხო როდესაც ირგვლივს როდესაც ეკონომიკურად ვითარდები თვითკვარი ეკონომიკა გაქვს ამ შემთხვევაში შენთვის უფრო მარტივი არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და როდესაც ქვეყნები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის როდესაც ქვეყნები თავის თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემას ავითარებენ და პარალელურად გაცხადებული აქვს ნეიტრალიტეტი ისინი ასე ვთქვათ რისკების და საფრთხეების შეფასებას იმ დონეზე აკეთებენ აქვთ რაღაც კონკრეტული მაჩვენებელი და ამ მაჩვენებლისკენ მიდიან თავისი სამხედრო შესაძლებლობებით რომ აი ვთქვათ იციან რომ ვთქვათ ჩემი მეზობელი რუსეთი არის ჩემი სამხედრო შესაძლებლობები უნდა იყოს იმ დონეზე მისული რომ მინიმუმ გარკვეული პერიოდით შევაკავო რუსეთი ეს იქნება ვთქვათ ერთი თვე თუ რაღაც პერიოდი ეს ყველა ქვეყანას რაც ინდივიდუალური მიდგომა აქვს, მაგრამ რისკი დგება იმისი, რომ აი რა რისკები ასე ვთქვათ მოცემულობა ისე დგება, რომ რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა, იმის სწორი იდენტიფიცირება ხდება და აი ამ რისკის შესაბამისად უკვე შენ და საფრთხის შესაბამისად შენ აყალიბებ შენ უსაფრთხოების სისტემას და ნუ ბუნებრივიც იყო, რომ შვედეთი და ფინეთი განავითარებდნენ თავის სისტემას იმ დონემდე, რომ კონკურენციაში შესულიყო რუსეთთან და რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში სერიოზული წინამდებობა გაეწიათ მათთვის და ეხლა ზუსტად აქ საქართველოსთან რო გავაკეთოთ შედარება ხო ანუ ამ შემთხვევაშიც ეხლა ჩვენ თუ ვთქვათ ნეიტრალიტეტს ვაცხადებთ მინიმუმ უნდა ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები იმ დონეზე იყოს მისული რომ ხანგრძლივი პერიოდით შევაკავოთ რუსეთი და კითხვა იბადება მთავარი რომ რუსეთი თავს დაუყურებს რამდენი ხანი გავძლებთ ხო მარტო წარმოუდგენელია კი ერთადერთს დავამატებდი რომ აი პარალელის თვალსაზრისით რომ ჩვენ ოფიციალურად გაცხადებული გვაქვს ნატოში ინტეგრაცია და ჩვენ ვაპტარებთ რეფორმებს იმისთვის რომ ნატო სტანდარტთან მოვიდეთ ინტეგრაციისთვის და ისინი წლების განმავლობაში ნატო სტანდარტთან ახლოვდებოდნენ იმიტომ რომ უკეთესი იყო ნატო სტანდარტი და ოფიციალურად აღიარებული იყო რომ ეს სტანდარტი არის მსოფლიო დონის ანუ ამაზე უკეთესი მეორე სტანდარტი არ არსებობს და ეს იყო მიზეზი რის გამოც მოძრაობდნენ და საბოლოო ჯამში რამაც გაუადვილა ნატოში გაწევრიანება ძალიან სწრაფად. ერთი თემას მინდა შევეხოთ სანამ გადავალთ სხვა მიმართულებაზე, რომ 2022 წლის რუსეთის შეჭრა უკრაინაში ეს იყო, ასე ვთქვათ, ტრიგერი, მიზეზი, რამაც უცებ ტრიგერი და ცივი შხაპი ევროპის ევროპისთვის, რამაც ეს ამ ორ ქვეყანას აზრი შეუცვალა და რა დაანახა რუსეთმა ამ უკრაინაში შეჭრით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებიც ნეიტრალიტეტზე დებდნენ ფსონს. მარტივად რო ვთქვათ, რუსეთმა დაანახა ევროპას, რომ არავინ არ არის დაცული და დაანახა ის, რომ საერთაშორისო სამართალი არ არის ის დამცავი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას ნეიტრალიტეტის პირობებშიც კი. აი ხა მაგალითი, უკრაინის მაგალითი მინდა მოვიყვანო. იანუკოვიჩის რეჟიმის დროს ჩვენ გვახსოვს, რომ უკრაინამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი კონსტიტუციურ დონეზე, სამხედრო ნეიტრალიტეტი უარი თქვეს ნატოში ინტეგრაციაზე, იმ მოტივით, რომ რუსეთთან არ გაჩაბაღებულიყო ომი და კონფლიქტში არ შესულიყვნენ. რეალურად რა მოხდა, ხო? ანუ რეალურად რუსეთი მაინც დაესხა 2014 წელს უკრაინას თავს და მოახდინა მისი ტერიტორიების ოკუპაცია. ანუ არ უშველა ნეიტრალიტეტმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო საკონსტიტუციო დონეზე გარანტირებული და უფრო შორს რო წავიდეთ, ხა ბუდაპეშტის შეთანხმებამდე რო ჩავიდეთ, მანდაც ახლა რუსეთი, ასე ვთქვათ, გამოვიდა როგორც მხარე, რომელსაც უნდა უზრუნველყო უკრაინის უსაფრთხოება, მაგრამ რეალურად უსაფრთხოება კი არ უზრუნველყო, იქ თავს დაესხა. ანუ ჩვენ ხედავთ 2022 წელსაც ჩვენ კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, შეხსენების სახით საბოლოო დავინახეთ, რომ საერთაშორისო სამართალი არ არის პანაცეა და ნეიტრალიტეტის გამოცხადება არის პანაცეა, იმიტომ რომ არავინ არ არის დაცული რუსული აგრესიისგან და
ასე შემდეგ შესაბამისად ევროპამ ეს გაანალიზა სამწუხაროდ ამის არაერთი ინდიკატორი არსებობდა უფრო ადრეც, თუმცა რაღაც როგორც ჩანს ევროპა გარკვეულწილად კომფორტულ ზონაში იყო მოქცეული და არ უნდოდა სიმართლისთვის თვალის გასწორება. თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა, როცა კარს მიადგა უკვე ეს საფრთხე, იძულებული გახდა, რომ დაენახა, აეხილა თვალი და დაენახა ის საფრთხეები, რის საფრთხეების წინაშე დგას და რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ თუ არ მოხდა ეფექტურად უკრაინის პრობლემის გადაჭრა და რუსეთმა გარკვეულწილად რაიმე წარმატებას მიაღწია, გამორიცხული არ არის, რომ შემდეგი ქვეყნები უკვე ევროკავშირის წევრები გახდნენ რუსეთთან დაკავშირების. შესაბამისად ეს გახდა გარკვეული ტრიგერი ევროპამ ასე ვთქვათ გადაანალიზა ეს არსებული ვითარება და ასე ტრამპის ფაქტორის მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ტრამპაც გარკვეულწილად ცივი შხაპის ეფექტი ქონდა ევროპის გამოღვიძებას რა. თუმცა ფაქტია, რომ ევროპა გამოღვიძებულია უკვე ადეკვატურად თაფასებს უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვანია, რომ უკვე დაიწყო ზრუნვა თავის მომავალ უსაფრთხოებაზე, ერთი მხრივ ახალი უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე და მეორე მხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპულმა ქვეყნებმა ინდივიდუალურად დაიწყეს თავისი სამხედრო შესაძლებლობების განვითარება და სამხედრო წარმოება, რაც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო და შესაბამისად არ ექცეოდა ისეთი ყურადღება. თუ ზუსტად მახსოვს, უკვე რამდენიმე დღის წინ ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაც იყო, რომ ნატომ გადაასწრო რუსეთსო სამხედრო ტყვია-წამლის წარმოებაშიო რა. თუ ზუსტად მახსოვს, ეგეთი განცხადებაც გაკეთდა და ეს ძალიან კარგია, რადგან ევროპამ დაიწყო ზრუნვა თავის უსაფრთხოებაზე და შესაბამისად აქაც უკვე კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ნეიტრალიტეტი გარკვეულწილად უკვე უფრო დიპლომატიური და ასე ვთქვათ მორალური ელემენტი გახდა და არა რაღაც უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალება. კი ბატონო. მნიშვნელოვანია იმაზეც ვისაუბროთ, რომ თვითონ რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო არა მარტო რუსეთის იმპერიალისტური და ექსპანსიონისტური ამბიციების დაფიქსირება, არამედ მსოფლიო წესრიგის გადაწერის მცდელობა და ეს მსოფლიო წესრიგიც პირდაპირ გადაწერა ის წესრიგი, რაც რუსეთს უნდა, არის პირდაპირ გავლენის სფეროების არსებობა, რომ რუსეთს უნდა მონიშნოს თავისი ტერიტორია და თქვას, რომ აი ეს ქვეყნები ჩემი გავლენის ქვეშ უნდა იყოს და თქვენ არ უნდა შეეხოთ. შესაბამისად, რუსეთი ამ განაცხადით თვითონვე უგულებელყოფს ნეიტრალიტეტის არსს და მნიშვნელობას 21 საუკუნეში. კი ბატონო, მაგრამ ამავდროულად ცდილობს, რომ მაინც ნეიტრალიტეტი გამოიყენოს თავის დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტურ იარაღად. ხო და აი ეს არის ჩემი კითხვა, რომ 21 საუკუნეში, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ქვეყნები არა მარტო კონვენციური, ანუ სამხედრო ხერხებით ებრძვიან ერთმანეთს და ეს ძალიან იშვიათად ხდება, არამედ უფრო ჰიბრიდული მეთოდებით, საინფორმაციო ოპერაციები, ფსიქოლოგიური ოპერაციები, კიბერთავდასხმები, რაღაც სპეცოპერაციები, ტერორისტული თავდასხმები, კრიმინალი ასე შემდეგ, ამ მეთოდების გამოყენებით. ის კონვენციები, ის იდეები, რაც ნეიტრალიტეტს უნარჩუნებდა ქვეყნებს მე-20 საუკუნემდე. რამდენად არის თუ არა მოძველებული დღესდღეობით? კი ბატონო, ძალიან საინტერესო კითხვაა და მოკლედ რო ვთქვათ, მოძველებული არის, მაგრამ ხო, ანუ ცივი ომის პერიოდში მაგალითად ხო, ბიპოლარული სამყარო არსებობდა, იყო ორი მთავარი მოთამაშე, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი და შესაბამისად რო შევადაროთ რუსეთი საბჭოთა კავშირს მიუხედავად თავისი იდეოლოგიისა და ექსპანსიური პოლიტიკისა, ხო საბჭოთა კავშირი ასე თუ ისე მაინც უფრო მეტად სცემდა საერთაშორისო სამართალს პატივს, ვიდრე ეს იყო ამას ის დღეს აკეთებს, ხო, ანუ თუ თქვათ, ხა იგივე ავსტრიის შემთხვევაშიც, ხა ავსტრიის მაგალითიც მინდა მოვიყვანო, ხო, ანუ მოგეხსენებათ, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ავსტრიის ნაწილი საბჭოთა კავშირის ოკუპაციის ქვეშ იყო და ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ საბჭოთა კავშირმა ასე ვთქვათ, დატოვა ავსტრიის ტერიტორია, ავსტრიამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, რომ არც ერთ სამხედრო ბლოკში, არც ვარშავის პაქტში, არც ნატოში არ გაწევრიანებოდა და ამის სანაცვლოდ რუსეთმა საბჭოთა კავშირმა დატოვა ავსტრიის ტერიტორია, ავსტრია გახდა ნეიტრალური სახელმწიფო და ცივი ომის დასრულებამდე საბჭოთა კავშირი იცავდა თავის, ასე ვთქვათ, დანაპირებს, ასევე როგორც ფინეთის შემთხვევაში. ხო, ანუ
ასევე ყოფილა სხვა მიმართულებითაც გარკვეული საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელებიც, გარკვეულწილად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ინტერესებს, მაგრამ რახან ეს საერთაშორისო სამართალი იყო, პატივცემდა ამას და შესაბამისად ასრულებდა თავის ვალდებულებებს. თუმცა რუსეთის შემთხვევაში უკვე ხო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ხო, ერთი მხრივ უკვე აღარ არის ბიპოლარული სამყარო და გამოჩნდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორიც არის თქვა ჩინეთი, იგივე ინდოეთი და უფრო მულტიპოლარულ სამყაროში გადაიზარდა საერთაშორისო სისტემა და აქაც უკვე ყველა დაიწყო თავისი ვიწრო ინტერესებით მოქმედება და გავლენების მოპოვება, რადგან ეხლა მულტიპოლარულ სამყაროში უფრო მნიშვნელოვანი გახდა ალიანსების როლი. შესაბამისად ასევე რუსეთის მოქმედებები, ხო, ჩვენ დავინახეთ, რომ პუტინის რუსეთის პირობებში, ხო, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს და საერთაშორისო სამართლის დაცვას, ის რა თქმა უნდა არჩევანს ეროვნულ ინტერესებზე აკეთებს და თუ მის ინტერესებში არ შედის კონკრეტული კონვენციის ან კონკრეტული რაღაც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის დაცვა, მაშინ ის ამას პრობლემად არ იცავს. ეხლა იგივე საქართველოს კონტექსტშიც, ხო, ეხლა არაერთი ვალდებულება აქვს რუსეთს, თუმცა არაფერს არც ერთს არ ასრულებს, ხო, იგივე ბუდაპეშტის შეთანხმება, იგივე თქვათ არაერთი საერთაშორისო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და ასე შემდეგ, ხო, ის ამას არ ასრულებს, იმიტომ რომ ის ეწინააღმდეგება მის იმპერიალისტურ გეგმებს. შესაბამისად, ეს რუსეთი და საერთაშორისო სამართალი ხშირად მომხმობენ, რომ რაც ოქსიმორონის პრინციპს ასრულებს და ამ პირობებში უკვე ნეიტრალიტეტი თავის აზრს კარგავს, როგორც თქვათ უსაფრთხოების გარანტია. თუმცა, როგორც თქვა, დიპლომატიური მექანიზმი ის აქტუალურია, როგორც რიგი ქვეყნების გარეშე მიმართ, როგორც არის სიტყვაზე შვეიცარია, მაგრამ შვეიცარიის კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ გეოგრაფიული მდებარეობა, იმიტომ რომ შვეიცარიას არ ყავს ისეთი მეზობლები, როგორც რუსეთი არის და სხვა ქვეყნებს ყავს რუსეთი მეზობლად და რუსეთის მეზობელი ნეიტრალურად განწყობილი სახელმწიფო ცოტა არარეალისტურად მეჩვენება, იმიტომ რომ ყველანაირ რუსულ ინტერესს ის ეწინააღმდეგება. შესაბამისად, დღესდღეობით ამ არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ხო, ნეიტრალიტეტმა უკვე დაკარგა თავის ფასი როგორც უსაფრთხოების ელემენტმა და ის უფრო სიმბოლური დატვირთვის მქონე მექანიზმი გახდა. კი ბატონო. მოდი გადავიდეთ საქართველოზე, იმიტომ რომ კარგი გადასვლა იქნება შენი ნათქვამიდან. საქართველოზე ხშირად არის საუბარი, რომ ჩვენი მეზობლები, მათ შორის რუსეთი, რომ შეთანხმდნენ, საქართველოს აქვს გარკვეული სტრატეგიული, გეოგრაფიული მნიშვნელობა და შესაბამისად აქედან გამომდინარე არის მოსაზრება, რომ არის შესაძლებელი რაღაცაზე მოლაპარაკება. მოდი გავშალოთ ეს თემა. საქართველოს ნეიტრალიტეტის თეორია, ასე დავარქვათ. რას მოიცავს საქართველოს ნეიტრალიტეტი? ხო, იმ ფორმით, რა ფორმითაც კონკრეტული ჯგუფები გვთავაზობენ დღეს საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის სტატუსის აღებას, ეს რა თქმა უნდა მოიცავს ნატოზე უარის თქმას, ზოგადად სამხედრო ბლოკებში და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებზე უარის თქმას და ასევე რაც ნიშანდობლივია, ეს მოიცავს პოლიტიკურ ინსტიტუტებზეც უარის თქმა, ისეთ ინსტიტუტებზე, როგორც არის ევროპის კავშირი. ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს უნდა უარი თქვას ნატოზეც, ევროკავშირზეც და თავისი, ასე ვთქვათ, საგარეო ვექტორი გახადოს ნეიტრალური, თუმცა ეს ძალიან მარტივად მისახვედრია, რომ ეს წარმოუდგენელია საქართველოსნაირი ქვეყნებისგან. ზოგადად მე მინდა ცოტა გავშალო ეს საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში პატარა სახელმწიფოს თეორია და ალექსანდრე რონდელის თეორია, ყველამ ვიცით, პატარა სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში. ხო, როდესაც შენ ხარ პატარა სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, შენ ასეთი ტიპის ქვეყნები მუდამ არიან რაღაც დიდი ქვეყნების მხრიდან გავლენის მოპოვების საფრთხის წინაშე. ხო, დიდი ქვეყნები ცდილობენ მათ გადაყლაპვას ზოგიერთ შემთხვევაში გავლენის მოპოვებას და ასე შემდეგ და სწორედ პატარა სახელმწიფოებმა თავისი თვით გადარჩენისთვის უნდა შექმნან ძლიერი ალიანსები. მაგალითად ისრაელის მოდელი რო ავიღოთ, ხო? ისრაელის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და მისი მოსაზრ ქვეყნებიდან გამომდინარე, წესით ლოგიკურად ის რომ ნეიტრალური ყოფილიყო, ალბათ აღარ იარსებებდა როგორც სახელმწიფო, მაგრამ
ერთი მხრივ უშუალოდ ებრაელი ხალხის სულისკვეთებიდან და მათი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე და მეორე მხრივ ძლიერი ალიანსებიდან გამომდინარე, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაც გააჩნია ისრაელს, ხო, ის დღემდე მტკიცე დგას ძლიერი სახელმწიფო არის და ერთ-ერთი რეგიონული ლიდერია, ხო? საქართველოს კონტექსტში და პატარა სახელმწიფოების კონტექსტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ალიანსები და ძლიერი საერთაშორისო ურთიერთობები, იმიტომ რომ შენ როდესაც ხარ პატარა ქვეყანა მცირე რესურსებით, შენ ძალაუნებურად გჭირდება შენ ძლიერი მეგობრები, რომლებიც დაგეხმარებიან სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ეკონომიკა, ეს იქნება სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება და ასე შემდეგ. ეხლა საქართველოს მაგალითი რომ მოვიყვანოთ, გავიხსენოთ 90-იანი წლები, ხო, ანუ როგორ დაიწყო ყველაფერი, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საქართველოს ძალიან მძიმე ეკონომიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და რომ არა დასავლეთი საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები, მე არ ვიცი ხა დღეს საქართველოს რა პოზიციაში ან სად იქნებოდა და ალბათ შესაძლებელია კითხვებიც ყოფილიყო ჩვენს სუვერენიტეტთან დაკავშირებით და არსებობასთან დაკავშირებით. სწორედ დასავლური ხარდაჭერით საქართველოს წელში გაიმართა უკვე 90-იანების დასაწყისიდან დიდი რაოდენობით თანხები წამოვიდა შეერთებული შტატებიდან, ევროპის ქვეყნებიდან, რომლებმაც ასე ვთქვათ საქართველოს ამოათრიეს იმ ხრელიდან სადაც ის იყო ჩავარდნილი, ხო? საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და დროთა განმავლობაში ჩვენ ხედავდით, რომ მნიშვნელოვანი დასავლური რესურსი და ინვესტიცია ჩაიდო ჩვენს ინსტიტუციურ განვითარებაში და საქართველოს შედგა როგორც სახელმწიფო საბოლოო ჯამში თავისი დასავლელი პარტნიორების დახმარებით. შესაბამისად, მარტივ კითხვას ვსვავ, რომ არა დასავლეთი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს რამდენად იქნებოდა დღეს როგორც შემდგარი სახელმწიფო და სწორედ ეს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები ამტკიცეს გვაჩვენებს ჩვენ ალიანსების მნიშვნელობას ისეთი პატარა ქვეყნებისთვის როგორც საქართველო. შესაბამისად, საქართველო რო გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო მას ჭირდება არაერთი კრიტერიუმის ასე ვთქვათ დაგმაყოფილება, რომ მიაღწიოს ამას. სამართლებრივად რო შევხედოთ სიტუაციას, ჰაგის კონვენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით არის ის, რომ შენს ქვეყანა, რომელიც აცხადებს სამართლებრივ ნეიტრალიტეტს, მან მის ტერიტორიაზე არ უნდა იმყოფებოდეს უცხო ქვეყნის ჯარი. აი, ფაქტი ის არის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არის რუსეთის ჯარი განლაგებული და საქართველოს სამართლებრივად ნეიტრალიტეტის გამოცხადება სრული ნონსენსია. მაშინ და რუსეთმა დატოვა საქართველოს ტერიტორიები, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ შემთხვევაში კი ბატონო სამართლებრივად შეექნება იმის საშუალება, რომ გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტს ნეიტრალიტეტის სამართლებრივად გამოცხადება საქართველოს ამ პირობებში დღეს ვართ, ეს გამოდის, რომ აღიარება ხდება ოკუპირებული ტერიტორიების, მაშინ ანუ აი ცოტა სამართლებრივ ნონსენსამდე მივდივართ. თუ სიტყვაზე ჩვენ ამას ვაკეთებთ, აი ანუ სავალდებულოა რომ არ იყოს ტერიტორიაზე. კი, რა თქმა უნდა, ოღონდ როდესაც შენ ამას აცხადებ საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე, ანუ აკეთებ როგორც შვეიცარიას ჩანაწერს კი და თანხმდებიან ქვეყნები, რომ საქართველოს არის სიტყვაზე ნეიტრალური სახელმწიფო. ხო, ანუ სამართლებრივი ნონსენსი არის, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, საქართველოში დგას რუსული ჯარი და შენ რაღაც ნეიტრალიტეტ სამართლებრივ, ანუ ფიზიკურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. თქვათ, წავედით სხვა გზით და ვაცხადებთ ნეიტრალიტეტს პოლიტიკურად, ხო? ამ შემთხვევაშიც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ ადრე, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი გარკვეულ საფრთხეებს წარმოადგენს და არასტაბილურია და არანაირი, თქვათ, სამართლებრივი გარანტიები არ აქვს. ამ შემთხვევაშიც მაშინ შენ გჭირდება პირველ რიგში ძლიერი სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც იმ საფრთხეებს შეაკავებენ, რის წინაშე შენ გახარ და ჩვენი საფრთხე ნომერ პირველი დღეს არის რუსეთი და ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობები ნამდვილად არ არის იმ მდგომარეობაში, რომ რუსეთის შეკავება შევძლოთ საჭირო პერიოდით, ხო? კიდევ ერთი ფაქტორი ეს არის ეკონომიკური საკითხი, ჩვენი ეკონომიკა არ არის თვითკმარი, ისეთი რომელიც გაუძლებს იმას, რომ გავწყვიტოთ ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან და კიდევ ერთი ფაქტორი ეს არის კულტურულ, ასე ვთქვათ, ისტორიული ასპექტი. ხა შვეიცარიის შემთხვევაში ეს უკვე კულტურულ ნაწილად იქცა ნეიტრალიტეტი, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ყოველთვის იყო ის მომენტი, როდესაც საქართველოს
ჰქონდა ძლიერი ალიანსები მარტო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არა უშუალოდ ისტორიულად საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ყოველთვის აღმაშენებლის პერიოდშიც ძალიან მჭიდრო კავშირები ჰქონდა დასავლეთთან და კიდევ ერთი ისტორიული ასპექტი მინდა გავიხსენო, ანუ როდესაც დაფუძნა პირველი რესპუბლიკა, ხო, ანუ მაშინ საქართველოს გაცხადებული ჰქონდა თავისი ნეიტრალიტეტი. თუმცა 21 წელს მაინც მოხდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია და შესაბამისად არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს როგორც ნეიტრალური სახელმწიფო. შესაბამისად ისტორია გვაჩვენებს, რომ ნეიტრალიტეტი არც მუშაობს და ვერანაირად ვერ იქნება საქართველოს ნეიტრალური სახელმწიფო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის რუსული დეზინფორმაციის საშუალება და რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომლის საშუალებითაც ის ცდილობს გარკვეულ გავლენებს ამ ქვეყნებზე. ერთს დავამატებ, რომ ეკონომიკურ თვითკმარობასთან ერთად ასევე სამხედრო თვითკმარობაც არის საჭირო. ჩვენ ტყვია წამალს ვაწარმოებთ, არც სამხედრო ტექნიკას ვაწარმოებთ, არც იარაღს არ ვაწარმოებთ. ანუ სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალიტეტის გამოცხადება სრული ნონსენსი არის, იმიტომ რომ რუსეთს ყოველთვის შეუძლია მოგედაოს, რომ აბა ნატოს იარაღს რო ყიდულობ, მაშინ რანაირი ნეიტრალიტეტია, ან რუსეთისგან უნდა იყიდო იარაღი. ეგ ცალკე პრობლემებს წარმოადგენს. ხო, რუსეთისგან ნეიტრალური რო იყო და რუსეთისგან იარაღი იყიდო, ეგეც გარკვეულ საფრთხებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ელემენტარულად, როდესაც შენი სამხედრო სისტემა არის რუსულ შეიარაღებაზე, იგივე თქვათ საბრძოლო ტექნიკა ყავს რუსული და რუსულ ნაწილებზე ხარ დამოკიდებული, უცბად შეგიწყვეტს ის მოწოდებას და დარჩები არაფრის გარეშე. ასევე ხო, ანუ თუ შენ კონფლიქტში ხარ და ნეიტრალიტეტი გამოცხადებული, შენ დასავლეთი ვეღარ მოკიდის იარაღს, იმიტომ რომ აღარ გამოვა რომ ისინი რაღაც დასავლეთი მოკიდის, მაგრამ რუსეთს ყოველთვის პრეტენზია ექნება მაგას. კი ბატონო, მაგრამ დასავლეთის მოერიდება ამ კონფლიქტში, შევას, იმიტომ რომ შენ აღარ ახარ მათი მოკავშირე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წელი, ხო, ანუ რამდენად მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩვენ არ ვიყავით არც ევროკავშირის, არც ნატოს წევრები, ჩვენ ქონდა ძალიან ასე ვთქვათ, მჭიდრო კავშირები დასავლეთთან, სწორედ დასავლეთის ჩარევით და დასავლეთის კონკრეტული მოქმედებებით, კარგად იცი ალბათ, რასაც გულისხმობ, მოხდა რუსეთის შეკავება საქართველოში, ასე ვთქვათ, ბოლომდე ოკუპაციის და თბილისამდე შემოსვლის კონტექსტში. შესაბამისად, დასავლეთი არის სწორედ ის ჩამკეტი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ჩვენ არც ნატოს, არც ევროკავშირის წევრები, მაგრამ ეს ინტეგრაციის პროცესი თვითონ რა ბენეფიტებსაც აძლევს საქართველოს, ის ბენეფიტები ეხმარება საქართველოს უკვე თავის უსაფრთხოების სისტემის გამტკიცებაში, როგორც პოლიტიკურ კონტექსტში, ასევე ტექნიკურ კონტექსტში. ხა ნატოსთან თანამშრომლობამ ჩვენ ნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობამ ნახეთ რამდენად მნიშვნელოვანი წინ წაქცია ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების კუთხით და შეიარაღების კუთხით. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯარი ნატოს სტანდარტებზე არის გადასული და უკვე მაქსიმალურად შემცირებული არის საბჭოთა და რუსული შეიარაღება და შესაბამისად ეს პროცესი უშუალოდ ინტეგრაციის უკვე არის შენთვის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აძლიერებს შენს უსაფრთხოებას. კი, ერთს დავამატებ, რომ ჩვენ ერთი ეპიზოდი ჩავწერეთ სომხეთზე, ყარაბაღის მიმართულებით და იქ ძალიან აშკარად გამოჩნდა, რომ რუსეთის მიერ მიწოდებული იარაღი ხშირ შემთხვევაში გამოუსადეგარი ან ბრაკი იყო და შესაბამისად ის უპირატესობა, ის მხარდაჭერა არ იყო, რასაც რეალურად სომხები ელოდებოდნენ და რა თქმა უნდა ესეთი შემთხვევები გაცილებით უფრო მეტი იქნება, როდესაც რუსეთი არის ერთადერთი საფრთხე, ერთადერთი არა, უდიდესი საფრთხე, ეგზისტენციური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. მოდი მე ვითამაშებ ახლა ეშმაკის ადვოკატს. ჩვენ ვისაუბრეთ შვეიცარიაზე და რატო იმუშავა შვეიცარიის ნეიტრალიტეტმა და საბოლოო ჯამში დღეს ეს სტრატეგიული მნიშვნელობა, ეს ფინანსური ცენტრის მნიშვნელობა რამდენად აძლევს უპირატესობას ამ ნეიტრალიტეტის შენარჩუნების მიმართულებით. საქართველოსაც არის საუბარი, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ის არის შუა დერეფანი და რამდენად შესაძლებელია, რომ შუა დერეფანმა, რომელიც ჩინეთის ინტერესებში შედის, რუსეთის ინტერესებში შედის, ამერიკის ინტერესებში შედის, ევროპის ინტერესებში შედის, თურქეთის ინტერესებში შედის, ამდენი დიდი მოთამაშის ინტერესებში შედის. რამდენად შესაძლებელია, რომ ზუსტად ეს შუა კორიდორის ფუნქცია გახდეს საქართველოს ნეიტრალიტეტის გარანტორი.
მადლობა კითხვისთვის. ეს ნარატივი უკვე რამდენიმეჯერ მოვისმინე კონკრეტული ჯგუფებისგან, ვინც აი ნეიტრალიტეტის მომხრე ასე ვთქვათ. ხო, ან ეხლა ზოგადად შვეიცარიის ფინანსური ინსტიტუტები და შუა დერეფანი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, იმიტომ რადიკალურად განსხვავებული მიმართულებებია. შვეიცარიის შემთხვევაში ხო ანუ ნამდვილად ეხლა ყველა ქვეყნის ინტერესი არის მათ ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც დასავლეთის, ასევე რუსეთის, იგივე რუსი ოლიგარქების დიდ ნაწილს თავისი თანხები დაბანდებული აქვს შვეიცარიაში. ასევე, იგივე თქვათ, რაღაც ტრანსნაციონალურ კომპანიებს, ასევე ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ჯგუფებსაც გარკვეულწილად ყველას აქვს ინტერესი, რომ თავისი ფული იყოს დაცული და ისეთი ფინანსური სისტემის ნაწილი იყოს, რომელიც რეალურად დამოკიდებულია და არავის არ ექნება გავლენა ამ ფინანსურ ინსტიტუტებზე. იმ შემთხვევაში, აი, წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე ქვეყანა მოახდინა შვეიცარიაზე გავლენის მოპოვება და მისი ფინანსური ინსტიტუტები რომელიმე ქვეყნის გავლენის ქვეშ მოექცნენ, უკვე ავტომატურად ეს შვეიცარიული ფინანსური ინსტიტუტები დაკარგავენ თავის ფასს და შესაბამისად ეჭვების შემთხვევაში ის მოთამაშეები, დიდი მოთამაშეები, ვინც ამდენი წლის განმავლობაში ეყრდნობოდა შვეიცარულ ფინანსურ ინსტიტუტებს და იქ აბანდებდა თავის ფინანსებს, ხო, ავტომატურად მოახდინენ დივერსიფიკაციას და გადაიტანენ თავის ფინანსებს ისეთ ქვეყნებში, ან ოფშორულ ზონებში, სადაც ექნებათ გარანტია იმისა, რომ არავის არ ექნება წვდომა ამაზე იმ სახელმწიფოს გარდა და არავინ არ შეძლებს, ასე ვთქვათ, მასზე კონტროლს და შესაბამისად ეს ლოგიკურადაც ესე არის, რომ არავის არ აწყობს რა ამ შემთხვევაში, რომ შვეიცარია მოხდეს რომელიმე ქვეყნის გავლენის ქვეშ. რაც შეეხება შუა დერეფანს, აქ უკვე ტრანზიტული და გეოპოლიტიკური მდებარეობა, უკვე გეოპოლიტიკური იარაღის და გეოპოლიტიკური გავლენის ტოლფასია. კი, რა თქმა უნდა, შეთანხმება არსებობს ამ დერეფანთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ რაც არის, ეს არის რუსეთის ფაქტორი, იმიტომ რომ რუსეთიც, ჩინეთიც და ამერიკაც ინტერესებში შედის, რომ ეს დერეფანი მოექცეს მათი კონტროლის ქვეშ და მოახდინონ ამ ტვირთების, ასე ვთქვათ, კონტროლი და გარკვეული ლევერიჯი ქონდეთ ამ პროცესზე და შესაბამისად თუ იქ არის რაც კონკრეტული კონსენსუსი, აქ კონკურენცია არის. კი, ყველას ინტერესებში არის შუა დერეფანი იმუშავოს, მაგრამ კონკურენცია არის ამ ინტერესების შორის და ეს ინტერესები არა ვთქვათ ემთხვევა ერთმანეთს შვეიცარიის შემთხვევაში, არამედ ერთმანეთს ეჯახება უკვე და კონკურენტულ გარემოში შედის. შესაბამისად, ეგეთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ლოკაციაზე გავლენის მოპოვება ყველას ინტერესებში იქნება და ყველა შეეცდება, რომ ამის საქართველოს გავლენა მოეპოვოს განსაკუთრებით რუსეთი და რუსეთისთვის ახლა ესეთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური კორიდორზე გავლენა იქნება მისი ეროვნული ინტერესი და ის რომ ნეიტრალურად დატოვოს, ეს იქნება ასე ვთქვათ წინააღმდეგობა მის ეროვნულ ინტერესებთან და იმპერიალისტურ პოლიტიკასთან და ასე ვთქვათ ცნობილი ისტორიული ასეთ გამოთქმა არსებობს, რომ თუ აკონტროლებს საქართველოს, აკონტროლებს მთლიანად კავკასიასო რა და სწორედ ასეთ გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე ვერავინ ვერ შეთანხმდება, რომ ნეიტრალური დარჩება. კიდე ერთი, ვთქვათ, ნეიტრალიტეტის კრიტერიუმი არის ის, რომ თუ ქვეყანას უნდა რომ იყოს ნეიტრალური, ის არ უნდა წარმოადგენდეს რომელიმე ქვეყნის, დიდი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთს. ხო, ანუ რუსეთს დოქტრინაში თავის საგარეო პოლიტიკურ კონცეპტუალურ დოკუმენტებში პირდაპირ უწერია, რომ აფხაზეთი და ოსეთი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები მისი სტრატეგიული პარტნიორები არიან და მისი ამოცანა არის მათთან სტრატეგიული კავშირების, ასე ვთქვათ, გამყარება, რაც უკვე ავტომატურად ამ საკითხსაც გამორიცხავს. შესაბამისად, ის რო ვთქვათ, შუა დერეფნის შედარება შვეიცარიის ფინანსურ სისტემასთან აი არარელევანტური გამოდის. პირიქით გამოდის საერთო ჯამში ძალიან დიდი ნეგატივი. იქ თუ კონსენსუსია, აქ უკვე კონკურენცია არის რა და შესაბამისად ხო, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ შუა დერეფანი მნიშვნელოვანია ყველასთვის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა თანხდება, რომ ასე თქო ჩაეხსნებიან ამას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ გავლენებზე თამაში ნამდვილად იქნება, იმიტომ რომ შუა დერეფანზე უარს ვერავინ ვერ იტყვის, იმიტომ რომ მაინც ასე ვთქვათ ტრანზიტი არის და იქ არის ალტერნატივები, მაგრამ ყველაზე ასე თქო მოკლე ტრანზიტი მაინც შუა დერეფანზე გადის და ფინანსურ სისტემაზე უარს თქვის შემთხვევაში ის თვლიანად ჩამოშლის. ეხლა შუა დერეფანს ვერ ჩამოშლი და ფინანსურ სისტემას ჩამოშლი უკვე, აი მარტივად რო ავხსნათ. კი ბატონო. ბოლოსკენ მინდა ასე ვთქვათ შევაჯამოთ
და ვისაუბროთ არის თუ არა რეალურად რაიმე ტიპის შანსი ნეიტრალიტეტის მიმართულებით თუ ეს არის უბრალოდ თავის მოტყუების და თვითნებურად გლობალური იზოლაციის შექმნა ჩვენს გარშემო. აი მარტივ მაგალითს მოვიყვან ხო ანუ თავიდანაც ვახსენე რომ ქვეყანა სოფლიოში არის დაახლოებით 20 ქვეყანა 20-25 ქვეყანა რომელსაც გამოცხადებული აქვს ნეიტრალიტეტი მაგრამ რეალურად ნეიტრალიტეტი რომ მუშაობდეს და ეფექტური იყოს და ნამდვილად კლასიკური ნეიტრალიტეტის ფუნქციებს ასრულებდეს ხო ეს არის შვეიცარია და შვეიცარიაზე ვისაუბრეთ რომ საქართველოს შვეიცარიამდე ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ მივა არსებობენ ქვეყნები მაგალითად აი თურქმენეთი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა არის გაცხადებული აქვს ნეიტრალიტეტი თვალსაჩინო კონსტიტუციურად დამტკიცებული არის ნეიტრალური სტატუსი თუმცა ის მაინც რუსული გავლენის ქვეშ არის იგივე ვთქვათ სინგაპური რო ავიღოთ ხო სინგაპურიც ნეიტრალური სახელმწიფოა მაგრამ ბოლო წლებში ძალიან მჭიდრო სამხედრო კავშირები აქვს ამერიკასთან ავსტრალიასთან და დიდ ბრიტანეთთან ანუ არაერთი ქვეყანა არის ვისაც გამოცხადებული აქვს ნეიტრალიტეტი მაგრამ ის ნეიტრალიტეტი ვერ მუშაობს საქართველოს შემთხვევაში სიტყვაზე საქართველოს გამოაცხადა ნეიტრალიტეტი ხო ჩვენ ვამბობთ უკვე უარს ნატოსთან და ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციისგან ავტომატურად გვეხსნება ყველა ის სიკეთე რომელიც თან ახლდა ინტეგრაციულ პროცესებს ვრჩებით გარკვეულწილად იზოლაციაში დასავლეთთან მიმართებით და პირისპირ ვრჩებით რუსეთთან ხო ეს ხო ავტომატურად ნიშნავს რომ რუსეთი შეეცდება ყველანაირად ჩვენზე გავლენის მოპოვებას და არც არაფერი შეუშლის იმ პირობებში როცა ის ჩამკეტები რაც ქონდა სიტყვაზე დასავლეთის სახით რაც არაპირდაპირი უსაფრთხოების გარანტიები მაგის გარეშეც რჩები და რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა რა არის ხო ანუ რუსეთის მთავარი ამოცანა არის ის რომ მის საზღვრებთან შექმნას ეგრეთ წოდებული რუხი ზონები ამ რუხ ზონებში ეს მისი მოსაზღვრე ქვეყნები არ იქნებიან დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურის ასე ვთქვათ მონაწილეები წევრები არ იმოქმედებს მათზე უსაფრთხოების ხოლგა არ მოხდება ვთქვათ ნატოსა და ევროკავშირის ექსპანსია მის საზღვრებთან თუმცა ამავდროულად ეს ქვეყნები იქნებიან მოწყვლადები რუსული გავლენის წინაშე შესაბამისად ამ მოცემულობაში ხო ანუ საქართველოს რა შანსები უნდა კონდეს გადარჩენის ცოტა რთული ამაზე საუბარი და ჩვენ ნახეთ ახლა უკრაინის მაგალითიც ვახსენე ნეიტრალიტეტის კონტექსტში ასევე არ უნდა დაგვაუწეს მოლდოვაც იმიტომ რომ 90-იანების დასაწყისში მოლდოვამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი იმ იმედით რომ დაიბრუნებდა თავის ოკუპირებულ დნესტრისპირეთს დაიბრუნებდა მაგრამ ნახეთ რომ არ იმუშავა მოლდოვის შემთხვევაში ანუ მარტივად რომ ვთქვათ რომ რუსეთის პირობებში როდესაც შენ ხარ რუსეთის მეზობელი სახელმწიფო შენ ვერ იქნები ნეიტრალური ეგეთი მეზობლის ხელში და შესაბამისად ის ილუზიაც რომ რუსეთი შენ რამეს დაგიბრუნებს წარმოუდგენელია აი მარტივ მაგალითს ერთი ფაქტი მაინც მითხარი რომ როდესაც რუსეთმა თავისი წაღებული ტერიტორია ვიმეს დაუბრუნა ხო ანუ რუსეთის ტაქტიკა არის ის რომ ის იპყრობს რაღაც კონკრეტულ ტერიტორიას ახდენს ოკუპაციას და მე გელაპარაკება რომ ამაზე მეტი არ წაიღოს აი ეგეთი პრინციპით მოქმედებს და საქართველოს შემთხვევაში ხო ანუ ზოგი ამოწურა ნეიტრალიტეტის დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში მე ეს მიმაჩნია რაღაც ფანტაზიად და არარეალისტურ ფანტასტიკურ სცენარად რომ ამან ხო მოახდინოს და ისიც არაერთი გზის იქნა გამოკვლეული როგორ იყენებს რუსეთი თავის ნეიტრალიტეტის საკითხს როგორც თავის ჰიბრიდული ომის საშუალებას ხო ანუ ის ცდილობს რომ დაანახოს სახელმწიფოებს მის მოსაზღვრე ქვეყნებს რომ აი ნეიტრალიტეტის შემთხვევაში შენი სუვერენიტეტი დაცული იქნება შენ აირიდებ თავს ჩვენთან კონფლიქტს და დიდ სახელმწიფოებთან კონფლიქტს ასევე ხშირად იყენებენ ამ კულტურულ იდეოლოგიურ საკითხებს ამ ნეიტრალიტეტის მხარდასაჭერად ხოლმე და ну ჩვეულებრივი პოლიტიკურ ფსიქოლოგიური манипуляციებისთვის არის გამოყენებული ნეიტრალიტეტი რომელიც ფაქტებით გამყარებულია რომ არ მუშაობს. კი, არა, რუსეთის პირდაპირ ინტერესებში შედის, რომ საქართველოს არანეიტრალური, არამედ რუსეთის ნაწილი იყოს, ან რუსეთის დაქვემდებარებაში იყოს.
ოკუპირებულ ტერიტორიებს რაც შეეხება, ეს ჩემი აზრით არის, აი სრული აბსურდია, რომ რუსეთის რაიმე ტიპის ინტერესი შედიოდეს ნეიტრალური, უпростоრედ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, იმიტომ რომ ეხლა რა სიტუაციაც არის, მისთვის არის ძალიან კომფორტული. ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ნებისმიერი მიმართულებით თავის სასარგებლოდ. თუ ის დათმობს, ის გაცილებით უფრო წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება ადრე თუ გვიან. შესაბამისად, ამის შანსი, რომ რუსეთმა თავისი ნებით დათმოს რაღაცა, რაც მას უკვე უპირატესობას ანიჭებს, ეს არის, რავი, თავის მოტყუება და ილუზია არის დიდი. ხო, ანუ ძალიან ასე ვთქვათ, სიტუაცია ხა ძალიან ბევრი განხილვა მიდის ხოლმე რუსეთის საგარეო პოლიტიკის, მაგრამ სიტუაცია არის ძალიან მარტივად, ანუ რუსეთი არ სცემს საერთაშორისო სამართალს პატივს, მაგრამ ესმის ძალის პოლიტიკა, ხო, ანუ რუსეთის, ასე ვთქვათ, ზეწოლის მექანიზმი არის უფრო დიდი ძალა მის წინააღმდეგ, რაც რეალურად მისი შემაკავებელი ფაქტორი არის და რაღაც ხელშეკრულებები და საერთაშორისო სამართლებრივი რაღაც ხელშეკრულებები და ოქმებით ხო ანუ რუსეთში ვერ შეაკავებ, ანუ რუსეთის საპირწონე არის მხოლოდ ძალის პოლიტიკა. ეს არის ფაქტი, რომელიც გამყარებულია სხვადასხვა ისტორიული მოვლენით. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ჩვენ კი დაგიბრუნდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 8 საათზე. მანამდე გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, აქტიუროთ კომენტარებში და გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის გვერდი.